მე-11 საუკუნის მეორე ნახევარში ბიზანტიის საიმპერატორო კარზე დიდი გავლენითა და პოპულარობით სარგებლობდა საქართველოს მეფის ბაგრატ მეოთხის ასული მარიამი. ის იმპერატორ მიქაელ მეშვიდე დუკას მეუღლე და ბიზანტიის დედოფალი გახლდათ. 1078 წელს იმპერატორი მიქაელი ტახტიდან ჩამოაგდეს და მისი ადგილი ხანში შესულმა ნიკიფორე მესამე ბოტიანიტმა დაიკავა. ნიკიფორემ გადაწყვიტა მარიამზე დაქორწინებულიყო. შესაბამისად, ქართველი დედოფალი მეორე იმპერატორის ცოლი გახდა იმ პირობით, რომ მისი ვაჟი კონსტანტინე ტახტის მომავალ მემკვიდრედ გამოცხადდებოდა. 1091 წელს ტახტი დაიკავა ალექსი კომნენოსმა. ვრცელდებოდა ჭორები, რომ ისიც აპირებდა მარიამზე დაქორწინებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მარიამი კონსტანტინოპოლში ცხოვრობდა, სანამ ალექსი კომნენოსის ცოლმა მისი დედაქალაქიდან წასვლა არ მოითხოვა. მარიამი თავისი გავლენის გამოყენებასა და ერთადერთი ვაჟისთვის ტახტის მოპოვებას ცდილობდა, რაც უშედეგო გამოდგა. საბოლოოდ მან მონასტრული ცხოვრება აირჩია და ცნობილია, რომ 1118 წელს გარდაიცვალა თრაკიაში, თანამედროვე ბულგარეთის ტერიტორიაზე. დედოფალი მარიამის გავლენა საიმპერატორო კარზე განპირობებული იყო მისი გონებითა და მშვენიერებით. იმპერატორი ალექსი კომნენოსის შვილი ანა კომნენოსი, რომელიც მარიამის ვაჟზე კონსტანტინეზე იყო დანიშნული, წერდა: დედოფალი კიპარისის ხესავით მაღალი და ტანადი გახლდათ, თოვლივით თეთრი კანი ყველასგან გამოარჩევდა. მისი სახე გაზაფხულის ალისფერ ვარდს მოგაგონებდათ, ხოლო მისი თვალების მშვენიერების გადმოცემა არავის ძალუც. მის მშვენიერებასა და ბრწყინვალებას ვერცერთი კალამი ვერ აღწერს, წამწამების საოცრად გრძელი, ხოლო თვალების ზღვასავით უძირო და ლურჯი ჰქონდა. მხატვრებს შეუძლიათ გადმოგვცენ ყვავილთა სიმშვენიერე, რომლებიც წელიწადის სხვადასხვა დროს ყვავიან, თუმცა დედოფლის სილამაზის გადმოცემა არც ერთ მხატვარს არ შეეძლო. ისაც კი ერთხელ მაინც უნახავს ქართველი დედოფალი, უსაზღრო იყო მათი აღფრთოვანება და გაოცება. მას შეეძლო გაექვავებინა ყველა, ვისაც კი გაუღვიმებდა. ის ყველაზე სრულყოფილი ქანდაკება, დედამიწაზე ჩამოსული, ხორჩესხმული ქალღმერთი იყო.